ამიტომ ჩემი თუკმაყოფილება დიდია, ჩემი საქციელი თუკმაყოფილება დიდია, ეს ახლა არ დაწყებულა. ბავშვობაში დაიწყო ეს ყველაფერი სკოლაში. სკოლაშიც იგივე ხდებოდა ზუსტად, აი დედაჩემი რომ მიდიოდა მშობელთა კრებაზე, სწავლის პრობლემა არ მქონდა, ძალიან კარგად ვსწავლობდი. უბრალოდ იქ იყო რომ რაღაცა შეიძლება უცებ მომბეზრებოდა რას ლაპარაკობს მასწავლებელი, ზურგით შევტრიალებულიყავი. შეიძლება რაღაცა დამეწყო გაკვეთილზე, ანუ საქციელით ჩემი გაკონტროლება ძალიან უჭირდათ და დედაჩემი მახსოვს, მამაჩემისგან უფრო მქონდა ეს სიმყარე, რომ შენ შეგიძლია რომ ეს აკეთო იდეაში. ერთადერთი მას შენიშვნა, რასაც მამაჩემი მაძლევდა ხოლმე, რომ ჩემცოლს ნუ ანერვიულებ. და დედაჩემი მოდიოდა ხოლმე, რომ აი რაღაცა ლაშა მელაშვილის დედა, არაფერს არ ეუნებიან ბიჭების მშობლების ხედან მშვიდად, შენზე კიდე მეუნები მოусმინე ამ მასწავლებელს, რა დაგემართ, ანუ ამას არ ვაკეთებდი არავის წინააღმდეგ, რას გაკვირველია. უბრალოდ ჩემ სამყაროში ვიქცეოდი ასე. და ეს არ იყო რაღაცა მასწავლებლების მიმართ უზდელობა, ის რომ შეიძლება შუა გაკვეთილზე მომბეზრებოდა და გამომევლო ცოტა კლასში. ხო, ან რაღაცა იქამდე მიმეყვანა რომ ეხვეწნა რომ კლასში არ შემოხვიდე, ოღონდ შენ გარეთ იყავი და არას არ დაგიწერ. ეს ექნა, მაგრამ ეს არ იყო არავის წინააღმდეგ. და დედაჩემი უფრო ამაზე და ეს იყო ჩემთვის ესე რომ ვიქცევი და შემიძლია რომ ესე მოვიქცე, რომ შემიძლია effort ინგლისურად კარგი სიტყვა არსებობს. რომ შემიძლია ეს ავწიო, ხო? გარკვეულწილად არის ოჯახის დამსახურება.